Salmabit Perdia, Matlobarom Mokhedit გითხარით როგორ არის ლევანი მალე გაათავისუფლეს ის ხომ გამოადგა იმუნიტეტი დაიცვა ის საპარლამენტო იმუნიტეტი გაულია ლევანს წარსულ ცხოვრებაშიც დაიცვა ის საპარლამენტო იმუნიტეტმა რეალურად ამის გამო მოხდა მისი გათავისუფლება ობიექტურად რო ვთქვათ ეხლა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგზავნა კიდევაც რელიზები იმასთან დაკავშირებით რომ ლევან გოგიჩაიშვილიც იყო ერთ-ერთი დაკავებული და რეალურად ჩვენ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას ხო, ნუ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას რა თქმა უნდა არ ვაღიარებთ, მაგრამ რეჟიმიც რო საკუთარი თავის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, როდესაც მის მიერ აღიარებულ მანდატის იმუნიტეტს არიცავს, ეგ მეორე საკითხია და ეგ ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ რეჟიმი უკვე იმდენად ქაოსურად მოქმედებს, პირდაპირ ეთერში ადევნებდი თვალს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას და ადამიანების განზრახ უკანონო დაკავებას. ხო, ამის მიზანი ერთადერთი იყო იქ საღამოს, რასაც ვადევნებდი თვალს, როგორც ჩანს, მართლა მიცემულია ესე რომ ვთქვა დაპირება ბიძინა ემენიშვილის რომ დაბადების დღემდე ამ უწყვეტი პროტესტის ჯაჭვს შეწყვეტენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის დიდი რაოდენობით საპატრულო პოლიციის და კრიმპოლის მობილიზება იყო რომ როგორმე ადამიანების ეს მასა რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზაზე არ გადმოსულიყო და ეს იყო თავიდან ბოლომდე ხელოვნურად შექმნილი და ყველაფერს ეცდებიან ამიტომ ჩვენ მე ვფიქრობ არ გვაქვს უფლება რომ ერთი დღეც კი ჩავაგდოთ და რუსთაველის გამზირზე ყოველ დღე უნდა ვიყოთ იმიტომ რომ ერთია რო ქცივა შეიძლება ამინდი არ გვიწყობს ხელს მაგრამ ჩვენ საკნიდან გვიყურებენ ადამიანები რომელმაც ყველაზე ძვირფას თავისუფლება დათმეს დროებით რა თქმა უნდა იმისთვის რომ ამ ქვეყანამ გაიმარჯვოს ამიტომ ამ ადამიანების წინაშე გვაქვს პირველ რიგში პასუხისმგებლობა ბედე გუშინდელი შემთხვევაც აჩვენებს და ეს დაჭერები მიანიშნებს თქვენთვის მათ შორის მანდატის საჭიროებაზე თუ ეს არ არის ერთადერთი საკითხი სხვა შორის ზაზა თავაძის კომენტარს ვკითხულობდით დღეს ის სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე საუბრობდა მანდატების სიები მიბმულია სახელმწიფო დაფინანსებას ხო ბევრი კუმულატიური ფაქტორები მოქმედებს ახლა ამ ყველაფერთან მიმართებით თუმცა ჩვენ ამას განსაკუთრებულ აქცენტს და ყურადღებას არ ვსვამთ. ჩვენ არანაირი ტიპის კომუნიკაციაში ამ ტიპის პარლამენტთან და ეგრეთ წოდებულ თავმჯდომარესთან არ შევსულვარ და შესაბამისად ეხა იმუნიტეტის გარეშეც ვიყავით და გვიბრძოლია და არც იმუნიტეტის საკითხია გადამწყვეტი და ფინანსების გარეშეც ყოფილვართ და ფინანსების გარეშე გავსულვართ ამ არჩევნებზე და დაგვიდია ის შედეგი. ამიტომ ანუ დაფინანსება არ არის გადამწყვეტი ამ პროცესში, იმიტომ რომ თუ მანდატებს გაგეუქმებენ და არსებობს რა თქმა უნდა სიებს შახსნით დაფინანსება შეგიჩერდება. აი ამ ჟივილ-ხივილის შექმნა მანდატებთან დაკავშირებით და ამის მიბმა თითქოს რაღაცა იქ რაღაცა ბევრი ჭკვიანი იურისტი მოიძებნა რომელიც რაღაც განსხვავებულად აფასებს რაღაც კონსტიტუციურ საკითხებს მე ვფიქრობ არ არის სწორი იმიტომ რომ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი არ გადაწყვეტილა 5 თებერვალს და კონკრეტული ამ 59 ადამიანის მანდატების შეწყვეტით ხო ამ პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხი განმარტებები ხომ არ დააკლდა თქვენი მხრიდან ამიტომ ხომ არ მოყვანა მიზანი რა იყო ჟივილ-ხივილს და რაც შეიძლება იყოს ლეგიტიმური თამამად ჩვენი მიზანი რა იყო რომ არ გვინდოდა ამ დისკუსიაში შესვლა საერთოდ და არც გვინდა იმიტომ რომ ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ ახლა როგორ წარმოგიდგენია თქვენ ახლა საკნებში მართლა გვიყურებენ ადამიანები და იქ სოლიდარობა ქუჩაში ქუჩამ დააფორმულირა და საზოგადოებამ ჩვენმა მოქალაქეებმა მოთხოვნაც რომ სინდისის პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ახალი არჩევნები უნდა მოვიდეს და ეხა აქ რაღაცა მანდატების შეწყვეტა არ შეწყვეტა აი ამ სამართლებრივ შეფასებას რომ შეიძლება ქმედუნარიანობას მიებას მანდატების გაუქმება არ ეთანხმებით ეს სამართლებრივად არასწორი შეფასებაა თუ პოლიტიკურად არასწორი სამართლებრივად არასწორი შეფასებაა რომელსაც პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ ჩვენ ცდელობა აქვს მინუს ფორმატი მანდატი სამართლებრივ პრობლემებს ვერ უქმნის ხსნებას თქვენ გახსოვთ ამ პარტია არ მინდა მართლა ამ ყველაფერზე მაღლა ვდგავარ თქვენ გახსოვთ რა ამ პარტიების მიერ შექმნილი პოლიტიკური აჟიოტაჟი რომ ცესკოში გარბოდნენ სიების დასაწერად მე აღმოჩნდა რომ არასაკმარის დროს იყვნენ მისულები არასწორი დროს იყვნენ მისულები მე თითქოს ჩახსნესია და გვიმტკიცებდნენ რომ აი უფლებამოსილებას ვერ შეიძენს პარლამენტი თუ ჩვენ სიებს ჩავხსნით და ფორმალურად ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა თავის თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა ვერ შეიძინა უფლებამოსილება ზუსტად იგივე საკითხია ეს არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი და ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ სერიოზული სახით აქვს იქ არგუმენტები ჩამოწელი სახალხო დამცველის არჩევაზე, რომელსაც არ მგონი ხე იოსელიანი არის სანატრელი საოცნებო სახალხო დამცველი, რომელსაც 2029 წლამდე აქვს უფლებამოსილება და ეს საკითხი სერიოზული დისკუსიის საგანია? ან ინციტატუსი სადაც რომელიც მიბმული ინსპირაცია მიეცით. ხო, ან წარმოუდგენელია რომ მე რამდენი დღეა გასული ისევ კარზე ვსაუბრობ და აი ამ წენაზე, ამიტომ ეხლა რა გონიათ რომ რომელიც მორჩილების ნიშნით
არის შერჩეული, ახლა გადააყენებს და ამისთვის ჩვენი ხმები დაჭირდება და ჩვენ შევალთ ახლა პარლამენტში და ამ პროცესს დაუჭერთ, აი წარმოუდგენელია. და ყველაზე მთავარი არგუმენტი, აი მოქალაქეებმა მინდა საკუთარ თავს დაუსვან და ამ პოლიტიკურ ჯგუფს, ხო? თუ ქმედუნარიანობის საკითხი მამუკა ხაზარაძისთვის ან დანარჩენი 58 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადიოდა, თავისი ტოტი, რომელზეც ხედან მოიჭრეს, ოცნება ესე ფიქრობს, რომ ოცნება ეს გადაწყვეტილება მიიღო და მარტივად მისცა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ამ მანევრის და ამ საუბრის შესაძლებლობა. ამიტომ არ არის სერიოზული ამ ყველაფერზე. ჩვენ დიდი მიზანი უნდა გაგვეშთეს, ჩვენ მოქალაქეები გვაიძულებენ და პირდაპირ ძალიან კარგია ეს, რომ მოქალაქეებს მიყავთ, ესენი არიან ლოკომოტივები მთელი ამ პოლიტიკური პროცესის და პოლიტიკური მოთხოვნებისაც და ამის გარშემო უნდა კონცენტრირდეთ და ეხლა ამასობაში პარლამენტში ოცნება მორი ადგილი დაგიტოვათ საგამოძიებო კომისიაში. ამაზე ოფიციალური პასუხის მიწერა მოგიწევთ თუ არა? არანაირი პასუხის მიწერა. თან ეს საგამოძიებო კომისია წინა ხელისუფლების დანაშაულების წყალებში შემსწავლელი კომისია. წარმოუდგენელია. ეს დილემასაც ხომ არ გიქნით ამ კომისიაში რომ არ იქნებით, იმიტომ რომ თქვენ პოზიციონირებთ არც ნაცები არც ხოცები და ამიტომ არა, ჩვენ მე ვფიქრობ საზოგადო სხვათა შორის მე ვიყავი პროკურატურაში იმ დანაყოფის პროკურორი, ჯერ გამოძიებული მე პროკურორი, რომელიც 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის პოლიტპატიმრების საქმეებს იძიებდა და ბევრი ესეთი кейსი უკვე გამოგვიძიებია. მე არ ვიცი ხა ამ კომისიაში ვინ უნდა დაიბალ, ჩვენ დაანონსებული აქვს, რომ ჩვენს შემადგენლობას ეხება თქვენი ღიმილი და ირონიული დამოკიდებულება ამ კომისიაში. ვინ უნდა დამისვას, ეს შეკითხვა წარმოუდგენელია, ხო? ხა საგამოძიებო კომისიაში დასხდებიან ნაცები, რა ვიცი, ერთი ციხის ბუნდში იყო ჩართული, მეორე კუდის ადვოკატი იყო, მესამე პროკურორი იყო. ნუ აი ხა რა ვიცი, წარმოუდგენელი არის. და ეს გურამ აჭარაშვილმა უნდა გამოსამართლოს მე, აი წარმოუდგენელი კომიკურია ეს ყველაფერი. ნაცემის კონფერენციაზე ვისაუბროთ, მნიშვნელოვანი ფორუმია წინ, სადაც გიორგი გახარიაც გამოდის სიტყვით. რა არის მისი მთავარი სამუშაო ამ შემთხვევაში, რისთვისაც ჩადის მიუნხენში მთავარ გზავნილებზეც გვითხარით. ხო, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები იქნება. გიორგი გახარია არ არის მხოლოდ ცალკეული აღებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ის არის სამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თავისი კავშირებით, თავისი სიტყვით, რომელიც ეთქმის და ძალიან უსმენენ მის სიტყვას. ამიტომ მე ვფიქრობ, აი ამ უსაფრთხოების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა და გიორგი გახარიას მონაწილეობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თავიანთი პოლიტიკური წარსულის, წონის გათვალისწინებით. ამის გათვალისწინებით არის გახარიაც იქ მიწვეული, როგორც ყოფილი პრემიერი. სხვები არ არიან მე როგორც ვიცი სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მისი ყოფილი სტატუსი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა, რა თქმა უნდა, არის საზღვრელი იმისი, რომ მისი კავშირების გამოყენებით მოიწვიეს გიორგი გახარია. რა ფორმატში ექნება მას ან შეხვედრების დისკუსიებიც იქნება და ძალიან მაღალი დონის შეხვედრები იქნება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობთან, მათ შორის სიტყვით გამოსვლა არა ხო დისკუსიაში პანელურ დისკუსიაშიც იქნება წარმოდგენილი. ამიტომ მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც ქართული ხალხის ხმა უნდა მივიტანოთ. პირველი რაც უნდა ვთქვათ, რომ რეჟიმის პატიმრების უპირობო გათავისუფლება და მათ შორის ქალბატონის ზია მაღლობელის, რომელიც აი სინდისის პირველი პატიმარი ქალი არის, რომელიც აი მე ვფიქრობ ზია მაღლობელმა უკვე გაიმარჯვა რეჟიმთან ბრძოლაში, იმიტომ რომ აი ეს მთელი რეჟიმი სრულად გაშიშულდა მის წინაშე. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად იმაში, რომ ერთი რეჟიმის სინდისის პატიმრების გათავისუფლების საკითხი იქნება წამყვანი საკითხი და ამაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ძალიან გაამახვილებენ ყურადღებას და მეორე საკითხი ეს არის ახალი არჩევნების საკითხი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტი და ინსტრუმენტი, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, იმიტომ რომ იმ პირობებში დაუსვან იქაც გახარიას ახალ არჩევნებს თქვენ სიტყვით, მაგრამ პარლამენტს რატომ არ ტოვებთ? რა იქნება? მერწმუნეთ მსგავს სულელურ შეკითხვას არ უნდა დაუსვას. სულელური შეკითხვაა, ფიქრობთ ეს? კი, მე ვფიქრობ სულელური. არ გაქვთ მოლოდინი, რომ ამაზე საერთოდ შეიძლება ვინმეს კონდეს შეკითხვა. იმიტომ რომ სხვა ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ უცხოეთიდან ეს სხვანაირად გამოიყურება ეს ამბავი. უცხოელებზე სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები საუბრობენ, ჩვენ არ შეგხვდრია მსგავს კომუნიკაციაში ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, არავინ არ გთხოვს. არ შევსულვართ იქ და რის დატოვებას ვთქვან, ან რა დატოვეს ამ ადამიანებს? იყვნენ სადმე? იყვნენ სადმე შესულები და დატოვეს რა. კითხვა ლეგიტიმური იქნება თუ დაუსვამენ და არ ვიცი ხა გახარია თუ ეტყვის სულელური შეკითხვაო იქ რომ დაუსვან ასეთი შეკითხვა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში. სულელურ შეკითხვას როგორცაც შიდა პოლიტიკურ დისკუსიაში სვამენ ხოლმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მსგავსი შეკითხვები აღარ იქნება აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში.
ბოლოს მოვესწროთ პროკურატურაზე და საქმეზე, რომელიც ნეიტრალურ საქართველოს მოთხოვნით დაიწყო, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარების ფაქტზე. ეს არის დაშინების შევიწრობის ახალი ტალღა. თან საინტერესო რომ პროკურატურა სანქციებში არ მოხვედრილა არასდროს. გააქვთ პასუხი ამაზე, რატომ? მე ვფიქრობ, ასეთი ტიპის გამოძიების დაწყების ერთადერთი მიზანი აქვს რა. ერთი რომ სამართლების შედეგებამდე არ ვიცი ეს საქმე ხა მივა თუ არ მივა, მაგრამ უნდათ რომ რა პროკურატურის კარებთან დააყენონ რიგები და მთელი პიარული სტრატეგია აწყონ იმასთან დაკავშირებით, რომ აი ჯაშუშობის საქმეზე დააყავთ ხი პოლიტიკური ლიდერები და ამ ყველაფერს უყურებენ ესე, რომ აი ადამიანების თვალში, ამ მოქალაქეების თვალში შეიძლება ჯაშუშება და აგენტება და აი მართლა სუკის აგენტებმა, პუჩისტების შვილებმა და იმათმა გამოიყვანონ ამ ქვეყნის რეალური ადამიანები, პატრიოტები, რომლებიც ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, ეს საქმე რომელიც დაიწყეს იმავე ნომერ საქმეში, აუცილებლად მივა ის საქმე თავის ლოგიკურ დასკვნამდე, როდესაც რუსეთის ფედერაციის სასარგებლო ჯაშუშობაში, საკუთარი ქვეყნის საბოტაჟში, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატისთვის აუცილებლად დაიჯებიან ის ადამიანები, რომლებიც აი ამ ყველაფერში ჩართული არიან დღეს. ძალადობენ საკუთარ მოქალაქეებზე, საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს იქნება მოცემულობა, რომელიც დადგება და მე სხვანაირად ვილაპარაკებენ ეს ადამიანები. პროკურატურის სანქციების თემაზეც გითხარით, ანუ ფარცხალძის შემდეგ მოქმედი პროკურორი პრინციპში არ არის. მე ვფიქრობ, ხა ბუნებრივია თავისი მტკიცებულებითი სტანდარტიც ჭირდება სანქციების საკითხს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები პროკურატურაში იქნება თუ სხვაგან იქნება, რომლებიც შესაძლოა მხილებილი იყვნენ ოღონდ მტკიცებულებითი მაღალი სტანდარტით რეჟიმის ძალადობრივ რეპრესიებში, ალბათ მოხვდებიან ამ სიებში, ოღონდ ამ სიაში რა თქმა უნდა სახელობითად ყველა არ უნდა შევიდეს და ყველა არ უნდა დაისაჯოს, აქ უნდა იყოს იმ მტკიცებულების სტანდარტზე საუბარი, რომელიც აკმაყოფილებს ობიექტურ პირს, რომ ეს ადამიანი. მადლობა, დიდი მადლობა ბერდია, რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი.